დაირღვა თუ არა კანონი პარტია ცენტრისტების რეგისტრაციისას. რა ხარვეზები აქვს ქართულ კანონმდებლობას და საჭიროა თუ არა სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო координация. ეწინააღმდეგება თუ არა კანონს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული ცენტრისტების წინა საარჩევნო რეკლამა და სარეკლამო რგოლის შინაარსთან დაკავშირებით. რატომ არ მიმართა სახელმწიფო ტელევიზიამ არეგულირებელ კომისიას? მხარეთა პოზიციებს გენო სიყმაშვილი გაგაცნობთ. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები დედაქალაქში და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები. რა განცხადებები გაკეთდა მმართველი გუნდის კანდიდატებთან დაკავშირებით? ვის უპირისპირდება თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში და როგორ აფასებენ კონკურენტები ქართული ოცნების კანდიდატებს? დეტალები გიორგი კობერიძის რეპორტაჟში. საღამომშვიდობისა, ეს 2030-ია, გადაცემის ნახვა 2030-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ, გადაცემის მოსმენა კი რადიო ოცნობის საშუალებით FM 98.1-ზე. მე მაკაცინცაძე ვარ და 2030-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. რა გეგმები აქვთ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მმართველი გუნდისგან, რა მიმართულებაა კანდიდატებისთვის პრიორიტეტული და როგორია მათი მთავარი გზავნილები 2030-ის შეკითხვებს. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები ბექა ნაცვლიშვილი, ნინო გოგუაძე და მარიამ ჯაში უპასუხებენ, მანამდე კი დღის სხვა თემები. წლის ბოლოსთვის ქვეყანას ახალი აეროპორტი ექნება ამჯერად ამბროლაურში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობა ახალი აეროდრომის მშენებლობის დასრულებას წლის ბოლოს გეგმავს, თუმცა მანამდე სექტემბრიდან ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით 7 ახალი რეისი დაინიშნება. რეისებს კომპანია ვიზიარი განახორციელებს. ამას გარდა მთავრობის სხდომაზე 4 ახალი საწარმოს მშენებლობის პროექტიც დაამტკიცეს. უფრო კონკრეტულად, სად იგეგმება ახალი საწარმოების მშენებლობა და რა რაოდენობის ინვესტიციას ელოდება მთავრობა? დეტალებით პირდაპირ ეთერში თამარ ციკლაური ჩაგორთვება. თამარ, მოგესალმებით და გისმენთ. საღამომშვიდობისა. 4 ახალი საწარმოს მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პროექტის მეწარმეებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ხელშეკრულებები გაფორმდება. საწარმოების ნაწილი მთავრობის ინფორმაციით პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში უნდა აშენდეს. ერთ-ერთი ვაკის ხორცს პროდუქტების ქარხანაა. ეს არის საწარმო, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიტბორა. ამჯერად პროექტის ფარგლებში მისი აღდგენა უნდა მოხდეს. ქარხანას თბილისში მიწის 8900 კვადრატული მეტრის ფართობი გადაეცემა. ტერიტორია ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს ბალანსია, თუმცა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ხორცს პროდუქტების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებშივე აშენდება ქობულეთში, პურცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ქარხანა, სადაც მთავრობა 300.000 ლარის ინვესტიციას ვარაუდობს. რაც შეეხება კიდევ დარჩენილ საწარმოებს, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით 2 წლის ვადაში კახეთის გზატკეცილზე ყავის გადამამუშავებელი საწარმო უნდა აშენდეს. ოზურგეთში კი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც მეწარმეს 57.000 კვადრატულ მეტრის მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 25 წლიანი იჯარით გადაეცემა. პროგრამა აწარმოე საქართველოში დღეს გამოგვაქვს 2 ახალი საწარმოს შექმნა. ერთი გახლავთ ხორცს პროდუქტების საწარმო. თბილისში შეიქმნება დაასაქმებს 190 ადამიანს და 3.755.202 ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული, ხოლო მეორე გახლავთ მაკარონის, პურცომეულის და საკონდიტრო ნაწარმის გამოშვების საწარმო ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, სადაც 160 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული და 300.000 ლარის ინვესტიცია არის გათვალისწინებული ამ საწარმოს აშენებისათვის. შემდეგი საწარმო, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს საწარმო ასევე არის საწარმოე საქართველოს პრინციპებით აღებული, უბრალოდ აქ 412.000 ლარის გადახდაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ საწარმოში მოხდება ყავის გადამამუშავებელი საწარმოსა და საჩვენებელი საგამოფენო დარბაზების შექმნა, აღჭურვა და ფუნქციონირება. ჩვენ შეღავათიანი საფასურით გადავცემთ მიწას უკვე კომპანიებს, რომლებსაც სურთ ჩაის პლანტაციების აღდგენა გაშენება. ამ შემთხვევაში ეს არის 57.000 კვადრატულ მეტრიანი მიწა, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
საწარმოების მშენებლობის პარალელურად მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ახალი აეროდრომის მშენებლობაზეც ისაუბრა. მთავრობა ამბროლაურში ახალი აეროპორტის მშენებლობის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებისა და ტერმინალის მშენებლობისთვის ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს მომავალში გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს. სიახლეა ასევე ქუთაისის აეროპორტში. სექტემბრიდან ქუთაისიდან კომპანია ვიზიარი კიდევ 7 ქალაქის მიმართულებით იფრენს. უკვე არსებულ მიმართულებებს სექტემბრიდან დორტმუნდის, სალონიკის, მილანის, სოფიას, მემინგენის, ბერლინისა და ლარანას რეისები ემატება. ჩვენ დღეს გამოგვაქვს გამარტივებული შესყიდვა ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობისათვის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც იქ მოსახლეთა დამაგრებისათვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მიცემს მთლიანად რაჭაში ტურიზმის განვითარებას და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ აეროდრომის სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას. ქუთაისიდან სექტემბრის თვეში 7 ახალი მიმართულებით დავიწყებთ ფრენას. ვიზეირი დაიწყებს, უნგრული კომპანია დაიწყებს ფრენას. ეს არის დორტმუნდი, სალონიკი, მილანი, სოფია, მემინგენი და ბერლინი და ლარნაკა. შესაბამისად დღეს თუ ჩვენ გვაქვს 8 სიხშირე ევროპის მიმართულებით, სექტემბრიდან ჩვენ გვექნება 23 სიხშირე. გარდა ახალი პროექტებისა, მთავრობის ხდომაზე მიმდინარე პროგრამებზეც იმსჯელეს მთავრობამ C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროგრამა მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრას გულისხმობს. მიზნად გვაქვს დასახული, რომ ინფიცირებულების 90% უნდა ყავდეს გამოკვლეული უკვე, ხოლო დაავადებულთა 95% უნდა ყავდეს განკურნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ამ პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 57 მილიონი ლარი, მთლიანად ბიუჯეტიდან 116 მილიონი ლარია, საიდანაც სახელმწიფო ხარჯავს 57 მილიონ ლარს, ხოლო მთლიანად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მიიღებს უსასყიდლოდ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. ჯანდაცვის სამინისტრომ გაიტანა დღეს მთავრობის ხდომაზე და მოწონებული იქნა მთავრობის ხდომის მიერ. ეს არის ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცება. ეს დოკუმენტი არის მოიცავს 4 წელიწადს, 16-20 წლებს. ძირითადად მასში არის ათეულობით მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს მკურნალობის, პრევენციის და პაციენტების ინფორმირებულობის კომპონენტს. მთავრობის ხდომაზე იმსჯელეს მთაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის პენსიასა და სოციალურ პაკეტზე დანამატის დანიშვნის პროცედურის გამარტივებაზეც პრემიერ-მინისტრის თქმით, გამარტივებული წესი მთაში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველანაირ ბიუროკრატიულ ბარიერებს მოუხსნის. მადლობა. თამარ ციკლაური გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში და დღეს კიდევ ერთი თემა. ლადო ბედუკაძის პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 15 ივლისის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის საფუძველზეც მანამდე ცენტრისტების საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა. გადაწყვეტილების მიზეზად პარტიულ დოკუმენტებში არსებული ხარვეზები დასახელდა. თავად ლადო ბედუკაძე კი სამართლებრივ გადაწყვეტილებას პოლიტიკას უკავშირებს და ხელისუფლებას სიურპრიზებს პირდება. ცესკოს გადაწყვეტილების პოლიტიკურ შეფასებებს ანა ბროლაძე და ლაშა მამულაშვილი გაგაცნობთ. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ცენტრისტები და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო რეგისტრაციიდან ახალი გარემოების საფუძველზე მოხსნა. ცესკოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ინფორმაციით არის გამყარებული. ცენტრისტების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და თავმჯდომარეობა არ არის იურიდიული ძალის მქონე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინფორმაცია შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად და ოფიციალურად იქნეს მოწოდებული საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სამართლებრივ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოტივები დაინახა ცენტრისტების ლიდერმა ლადო ბედუკაძემ და ქართულ ოცნებას საარჩევნო სიურპრიზების მოწყობას დაჰპირდა.
ასეთი უგუნური გადაწყვეტილება სააკაშვილს არ გაუკეთებია 9 წლის განმავლობაში. არც ერთი პოლიტიკური პარტია არ აუკრძალავს. ამათზე მეტად ებრძოდა რუსულ ოკუპაციას. ვაწარმოებთ კონსულტაციას სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომ გავაგრძელოთ პოლიტიკური აქტივობა. სიურპრიზი არის, სიურპრიზი არაფერი გამორიცხული არ არის. მე საერთოდ ვიქნები თუ რამე განცხადებას გავაკეთებ თუ რაიმე ახალ ფილმს ვაჩვენებ, იყო დღეს კითხვები. აი არაფერი გამორიცხული არა და არ ვაკონკრეტებ. სიურპრიზი ელოდის ქართული ოცნება. საარჩევნო რეგისტრაციიდან ბედუკაძის პარტიის მოხსნასთან დაკავშირებით შეფასებებში ერთსულოვანი იყო თითქმის სრული პოლიტიკური სპექტრი, თუმცა აღმოჩნდნენ გამონაკლისებიც. მაშინ ქართული ოცნებაც უნდა მოხსნა იქიდან და რესპუბლიკელებიც და ნაციონალებიც. ესენი კიდე ნატო ჯარის ყოფნაზე არიან ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ რუსული ვთქვათ ოკუპაციის ტექსტით მომსვლელი პარტია ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს ისეთი თემა იყო, ისეთი საფრთხილო, ისეთი გრძნობიარე, ისეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემა, რომ გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო რაც შეიძლება სწრაფად. მე კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილების. ეს არის შედეგი იმ საზოგადოებრივი ზეწოლისა, რომელიც არა მარტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არამედ პირველ რიგში ხელისუფლებაზეა. უამრავი ბრალდებები, განცხადებები, ბრტყელი სიტყვები მოვისმინეთ და აღმოჩნდა, რომ საერთოდ რეგლა არ ღვევს ყოველგვარ კანონს და რეგლამენტს დარეგისტრირების და უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან. საარჩევნო პროცესიდან მოხსნის გარდა ცენტრისტებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საპარლამენტო პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელსაც ამზადებენ. ნაციონალურმა მოძრაობამ 30 დეპუტატის ხელმოწერა უკვე მოაგროვა. ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადეთ სარჩელის პროექტი და ღიად მოუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა იმ ძალას, რომელსაც ყავს საკუთარი წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, ჩვენ გაუწევთ უფასოებრივ მომსახურებას საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც გულისხმობს როგორც შედგენილ სარჩელზე პროცედურებში მხარდაჭერას, რეგისტრაცია იქნება, წარდგენა იქნება სასამართლოში, ასევე უშუალოდ პროცესზე ყოფილიყავით მათი წარმომადგენელი. ჯერჯერობით გამხმაურებული დეპუტატების ნაწილი, რომელიც ყავს საკმარისია უკვე იმის, რომ სარჩელი იქნეს წარდგენილი, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა პოლიტიკური ძალებით შემოვერთებიან. საქართველოში ასეთი პრეცედენტი არ უნდა იქნეს დაშვებული, რომ ოფიციალურად ქვეყანაში ფუნქციონირებდეს და მით უმეტეს არჩევნებში იღებდეს მონაწილეობას ის პარტია, რომელიც ღიად მოუწოდებს ოკუპაციის დაკანონებას ჩვენს ქვეყანაში. საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი ფაქტობრივად მზად არის, ასევე თითქმის დასრულებული არის ხელმოწერების მოგროვება, ამიტომ ასაც უახლოეს მომავალში იქნება განხორციელებული. პროცედურებს ქართული ოცნებაც უახლოეს დღეებში დაასრულებს. მრეწველებისა და თამაზ მეჭიაურის პარტიის გარდა დეპუტატების უმეტესობა მზად არის საკონსტიტუციო სარჩელს შეუერთდეს. როგორ მოხდა იურიდიული ძალის არ მქონე პარტიის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარება, ეს არის შეკითხვა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია. მასთან ერთად კი აქტუალობას არ კარგავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ცენტრისტების საარჩევნო ვიდეოს გაშვების თემაც. ამ შემთხვევაში კითხვის ნიშანს რეკლამის გაშვების ვალდებულება წარმოადგენს. შეკითხვები ბევრია. რა წერია კანონში და ვის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მხარეთა არგუმენტები გენო სიყმაშვილმა და არჩილ ვაჟიკაშვილმა მოისმინეს. ცენტრისტები რეგისტრაციას ვერ გაივლიდნენ, თუკი საჯარო რეესტრი CSKO-ს დროულად მიაწვდიდა არსებულ ხარვეზზე ინფორმაციას. ასეთია თამარ ჟვანიას არგუმენტი, ხაჩიშვილი ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რეგისტრაციაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ცენტრისტებმა CSKO-ს 2 ივნისს მიმართეს. მათ მიერ წარდგენილი საბუთები კი საარჩევნო კომისიის შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა და ხარვეზი ვერ აღმოაჩინა. ჟვანიას დღეს არ უთქვამს კონკრეტულად როგორ მოხდა დოკუმენტაციის ავთენტურობის დადგენა, თუმცა განაცხადა, რომ ცენტრისტების საბუთებში პარტიის უფლებამოსილი პირის დასადასტურებლად საჭიროზე მეტი დოკუმენტაცია იყო წარდგენილი. რაც შეეხება უფლებამოსილ პირს, ის უბრალოდ წარმოდგენილი იყო როგორც ოფიციალურ ბლანკზე, ოფიციალური ბეჭდით, ასევე დამატებით არ ითხოვს ამას საარჩევნო კანონმდებლობა, მათ წარმოადგენეს ნოტარიალურად დამოწმებული ყრილობის ოქმი პარტიის ხელმძღვანელის არჩევის თანხლებით, რაც იყო ფიქსირებული. საკუთარი არგუმენტები აქვს საჯარო რეესტრსაც. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა 2030 ის წერილი მიაწოდა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს პასუხად გადაუგზავნა. მასში კი წერია, რომ 2016 წლის 15 ივლისამდე და მას შემდეგაც მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემებით 2006 წლიდან მოყოლებული ცენტრისტებს არ ყოლიათ ხელმძღვანელობა და ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ყოველთვის იყო განთავსებული. მითითებული ლინკის მიხედვით კი პარტიების ჩამონათვალში ცენტრისტების თავმჯდომარის გრაფა მართლაც ცარიელია.
ამ გარემოების საჯაროობისა და სიცხადის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრიდან ამ წუთამდე არ ყოფილა რაიმე დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოთხოვილი. მიუხედავად ამისა, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, გეგზავნებათ აღნიშნულ პარტიასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენივე ვარაუდით შეიძლება იყოს თქვენთვის საჭირო. იყო თუ არა საარჩევნო კომისია ვალდებული ცენტრისტებზე ოფიციალური ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან გამოეთხოვა. სამართლიან არჩევნებს ამაზე ერთი პასუხი აქვს. ორივე უწყება იყო ვალდებული მეტი კოორდინაცია ქონოდათ. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი მიიჩნევს, რომ ვინაიდან პარტია ცენტრისტებისთვის იურიდიული უფლებამოსილების მქონე პირის არარსებობა საბოლოოდ 1 აგვისტოს რეესტრმა დაადგინა, სწორედ მასვე უნდა ეცნობებინა ეს ფაქტი CSKOS-თვის. ამასთან CSKOS პარტიის საბუთები საჯარო რეესტრის ჩართულობით უნდა შეემოწმებინა. ვინაიდან რეესტრმა მიიღო ბოლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიას აღარ ყავდა ხელმძღვანელი, მათ ეს ინფორმაცია პროაქტიულად უნდა ეცნობებინა CSKOS-თვის, იმიტომ რომ გუშინ რომ საჯარო რეესტრს ეს ინფორმაცია არ გამოექვეყნებინა, ჩვენ დღემდე არ გვეცოდინებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაწილში საინტერესოა რა დოკუმენტებზე დაყრდნობით, რა დოკუმენტების წარდგენის შემდგომ დაარეგისტრირა ეს პარტია. ვალდებული იყო თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი გაეშვა წინა საარჩევნო დაპირება რუსულ პენსიასა და ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ძალის დაკანონებაზე. ამას მარეგულირებელი იკვლევს. თუმცა მანამდე ჩვენთან საუბარში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს 19 აგვისტომდე ამის ვალდებულება არა, მაგრამ რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდა. თუმცა ხატია ყურაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს რეკლამის შინაარსის გაცნობის შემდეგ მარეგულირებელი კომისიისთვის რეკლამის ეთერში გაშვებამდე უნდა მიემართა. მას შეეძლო ვიდრე განათავსებდა აღნიშნულ სარეკლამო რგოლს, მოემართა შესაბამისი კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება განხილვის შემდეგ ეს სარეკლამო რგოლი განსათავსებელი იყო ეთერში თუ არა. შეეძლო თუ უნდა გაიკეთებინა ეს ტერმინული დავაზუსტოთ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაირკვა, რომ ეს აუცილებლობა იყო. საზოგადოებრივი მაუწყებელი კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა პირად საუბარში არგუმენტად მაუწყებლის შესახებ კანონს მიუთითებენ. კერძოდ 73 მუხლში წერია, რომ მაუწყებელი წინა საარჩევნო რეკლამის შინაარსზე პასუხს არ აკეთებს. თუმცა ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ ეს წესი რეკლამის შესახებ საქართველოს კანონთან უნდა იყოს თანხვედრაში. დაარღვია თუ არა მაუწყებლისა და საარჩევნო კოდექსის შესახებ კანონი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს მარეგულირებელი კომისიის მოკვლევის შედეგად გაირკვევა. თბილისის საკრებულოს სამაჟორიტარ დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს რიგარეშეს სხდომაზე იქნა მიღებული. ნინო გოგუაძემ, ირაკლი აბუსელიძემ და ბექა ნაცვლიშვილმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით საკრებულოს დღეს მიმართეს. საკრებულოს 3 წევრი ქართულმა ოცნებამ თბილისის სხვადასხვა ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატებად წარადგინა. მათ ძალიან დიდი ნდობა გამოეცხადათ. ბუნებრივია, რომ უფრო ფართო მასშტაბით გამოხატავენ ისინი თავიანთი ამომრჩევლების ნებას და თავისთავად ცხადია, რომ თავიანთი კეთილსინდისიერებით, თავიანთი აგრეთვე პატიოსნებით ისინი მოემსახურებიან ჩვენ სახელმწიფოს. მივმართე, იმიტომ რომ არ დარჩეს გლდანის ლუწი მიკრორაიონების ამომრჩევლები თავიანთი წარმომადგენლის გარეშე თბილისის საკრებულოში. ყოველდღიური საქმიანობაში, ყოველდღიური პრობლემებში, რაც მათ ჭირდებათ და რაზეც ძირითადად მომართავდნენ ხოლმე, აი ამ საკითხებში მათ ყავდათ ახალი ადამიანი. საკრებულოს 3 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში თუ კი თავიდან არ იქნება არჩეული ახალი წევრები, საკრებულო დგება მუშაობის პარალიზების საფრთხის წინაშე. დღეს საკრებულოს უმრავლესობა შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ 29 დეპუტატით და 26 დეპუტატის არსებობის შემთხვევაში უკვე კვორუმის შეკრებაც კი გაჭირდება. პარტია ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგინა თბილისი დაასრულა. მმართველი პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატებზე მათ ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ოპოზიციის ნაწილი მათ არაკვალიფიციურს უწოდებს, ამბობენ, რომ მმართველ გუნდს სპორტსმენები და მსახიობები მაჟორიტარ კანდიდატებად არ უნდა წარადგინათ. თუმცა მაჟორიტარ კანდიდატებად პოლიტიკოსების გარდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დასახელებაში პოლიტოლოგთა ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს. მხარეთა არგუმენტებს გიორგი კობერიძე, რესე ხუციშვილი და თამარ ციკლაური გაგაცნობთ.
თბილისის საარჩევნო ოლქებში მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საკითხი უკვე მეორე დღეა პოლიტიკური სპექტრის შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მოქმედი პარლამენტის დეპუტატების, ეკონომისტების, ბიზნესის და სპორტის სფეროდან კანდიდატების დასახელებას მმართველი პარტიის ოპონენტები უარყოფითად აფასებენ. პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ ეს კანდიდატები მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის კვალიფიციური კადრები არ არიან. ამ 4 წლის განმავლობაში ყველაზე უფრო პასიურობით გამორჩეული ადამიანები კვლავ არის შეთავაზებული. პარტია ქართულ ოცნებას ჰქონდა საშუალება, შესაძლებლობა გაეკეთებინა უკეთესი შეთავაზება ქართული ხალხისთვის. პოლიტიკოსების მიზანმიმართული, ესე ვთქვათ, განადგურების მცდელობა არის, რომ პოლიტიკა ქვეყანაში აღარ იყოს და ეს ძალიან ათლად გამოჩნდა თუნდაც ამ სიის ფორმირების დროს. როგორ უნდა იფუნქციონიროს პარლამენტმა? მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს არაკვალიფიციურობაში ნაციონალური მოძრაობაც ადანაშაულებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებენ. პოლიტიკური გაერთიანება ვაშაძე ჯაფარიძე ახალი არჩევანი კი თulis, რომ მმართველ გუნდს კანდიდატები მათი პოლიტიკური გამოცდილების მიხედვით უნდა შეერჩია. მოჭიდავეები ჩაანაცვლეს ფეხბურთელებმა, ანუ ცვლილება არის სპორტულ შემადგენლობაში, ისინი ისევ და ისევ ერთგულებით, ახლობლობით, მეგობრობით არჩევენ კანდიდატებს. წარდგენილი არიან კანდიდატები, რომლებიც უკვე წარმოადგენდნენ თბილისის სხვადასხვა რაიონებს, ამჯერად უკვე სხვა რაიონებში. ამ ადამიანების ხელმეორედ სხვა ოლქებში წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მავნებლური უსაქმურობა, ის კორუფცია და პირად ინტერესებზე ზრუნვა უნდა გაგრძელდეს. ოპონენტების ნაწილის მხრიდან კრიტიკა იმის შესახებ, რომ მაჟორიტარების რამდენიმე კანდიდატი თეატრალური ან სპორტული სფეროდან შეირჩა, მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. ამაზე საპასუხოდ მთავრობაში ამბობენ, რომ მათ ქვეყანა არაერთხელ ასახელეს და გასული წლების განმავლობაში მომხდარ უსამართლობაზეც მკაფიოდ უარყოფით პოზიციას აფიქსირებდნენ. ძალიან მჭიდროდ მაშინ სახელმწიფო ვიყავი, თანამშრომლობდი ყაველაშვილთან, რომელიც ერთ-ერთი იმათაგანი იყო, ვინც ამხელდა სააკაშვილის რეჟიმს და იმ ადამიანის უფლებების არღვევას, რომელიც იქ იყო, ან ბიძინა გეგიძე, რომელიც აქტიურად იყო პოლიტიკაში, ხაბარელი, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად იყო ბრძოლის წინათ ხაზზე, ასე რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, ადამიანები, რომელსაც ბევრი გააკეთებიათ და კიდევ ბევრს გააკეთებენ ქვეყნის. აქ არიან ადამიანები, რომელსაც მე ვიცნობ და შემიძლია ხარში ამოუდგე მათ, რომ ისინი მართლაც სასარგებლო იქნებიან ქვეყნისათვის და დედაქალაქისთვის. მმართველი პარტიის მიერ თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას პოლიტოლოგებს არ გამორჩენიათ პრემიერის გადაწყვეტილება. დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მთაწმინდის ოლქში კანდიდატი არ დაასახელოს. რაც შეეხება კანდიდატებს, პოლიტოლოგების შეფასებით ამ გუნდს გააჩნია რესურსი საკანონმდებლო მოვალეობა სრულყოფილად შეასრულოს. ვინ განსაზღვრავდა, რამდენი სპორტსმენი ან ხელოვანი უნდა იყოს პარლამენტის შემადგენლობაში? ამ შემადგენლობას, რომელსაც გვთავაზობს ოცნება, გააჩნია ის რესურსი, რომ კვალიფიციურად შეასრულოს ვის ვალდებულება, რა ვალდებულებაც ეკისრება კანონმდებლებს. სალომე ზურაბიშვილისთვის გზის დათმობა, ფაქტურად მანდატის დათმობა, იმის გამოხატულება რა პატივს სცემს ევროპულ გამოცდილებასა და ორიენტაციას. კონკრეტულად რომელი მიმართულებით აპირებენ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატები პარლამენტში მუშაობას, მათ უკვე განსაზღვრული აქვს. ახლა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ კი სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით, დაგველოდეთ. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების საბურთალოზე სამგორსა და ისანში. რა გეგმები აქვთ, როგორია მათი პრიორიტეტები და რა სპირდებიან ამორჩეველს. მმართველი პარტიის კანდიდატთა ხედვები და მთავარი გზავნილები თბილისის მოსახლეობას. ნინო გოგუაძე, მარიამ ჯაში და ბექა ნაცვლიშვილი დღეს 20:30-ში. 20:30 პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად ბრუნდება. რა გეგმები აქვთ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მმართველი გუნდისგან, რა მიმართულებაა კანდიდატებისთვის პრიორიტეტული და როგორია მათი მთავარი გზავნილები 20:30 შეკითხვებს. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები ბექა ნაცვლიშვილი, ნინო გოგუაძე და მარიამ ჯაში უპასუხებენ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბექა, წარმოადგენთ ქართულ ოცნებას და ხართ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. საინტერესოა რა გახდა, რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენ გადაწყვეტეთ რომ თქვენი პოლიტიკური ცხოვრება კვლავ სამომავლოდაც დაუკავშიროთ ქართულ ოცნებას. მოგესალმებით, რა ვიცი, საზოგადოებისთვის მე მგონი ცნობილია, რომ მე ვარ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაგრამ ეს არის ჩვენ ვარ ქართული ოცნების პარტნიორი პარტია.
მათთან მემორანდუმიც გვაქვს გაფორმებული და ძირითადად ჩვენ აქამდე ყოველ შემთხვევაში თანამშრომლობდით პროგრამულ საკითხებზე, შინაარსებრივ საკითხებზე, პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, სწორედ ქართული ოცნების მხრიდან ვიყავი მე დასახელებული კრწანისის რაიონშიც როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. შესაბამისად, იგივენაირად დღესაც ქართულმა ოცნებამ ესე იგი დამასახელა კრწანისის ისნის რაიონში და აქედან გამომდინარე, მე როგორც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ვიღებ მონაწილეობას ამ არჩევნებში და გარდა ამისა, პრინციპში ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, რომელიც დღეს ქართულ ოცნებაშია, მეც ისე როგორც ისინი ვებრძოდით წინა ხელისუფლების რეჟიმს და აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა ზუსტად ესეთი შინაარსობრივი, მეგობრული, როგორც თანამებრძოლებს უყალიბდებათ ხოლმე ესეთი ურთიერთობა და ამან განაპირობა სწორედ ამ ჩვენი ორი პარტიის ერთმანეთთან დაახლოება და შესაბამისად ესეთი მჭიდრო თანამშრომლობა. ბექა, აქვე გკითხავთ, თუ შეგიძლიათ დღეს უკვე მას შემდეგ რაც თქვენი კანდიდატურები საზოგადოებისთვის და ყველასთვის ცნობილია, ჩვენთვისაც, ჟურნალისტებისთვისაც, თუ შეგიძლიათ გითხრათ, ვისგან წამოვიდა შეთავაზება ამჯერად? შეთავაზება პრინციპში წამოვიდა, ერთად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, სწორედ ჩვენს პარტიის ლიდერს შორისა და თქვათ ოცნების პარტიის ლიდერებს შორის და აქედან გამომდინარე, სწორედ ინიციატივა და სურვილი, რა თქმა უნდა, მე გამოვთქვი, ხო, ეს ხო არ იქნებოდა, რომ თქვათ, სხვას გამოეთქვა ჩემმაგივრად სურვილი, მაგრამ სწორედ ეს სურვილი იქნა გაზიარებული შემდეგ სხვა ადამიანების მხრიდან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილება და სწორედ მათი ამ შემთხვევაში მათი ნებასურვილით ვიქენი მე დასახელებული ისნის რაიონში მაჟორიტარად. საზოგადოების და მოსახლეობის კონკრეტული ოლქის მოსახლეობის პრობლემებს ძალიან კარგად იცნობთ. რაც შეეხება ისნის პრობლემებს, ისნის მაცხოვრებლების პრობლემებს, როდიდან გეგმავთ მათთან შეხვედრას? ის რა, იმდენად, როგორ გითხრათ, იმდენად ჭიდროდ მუშაობდით ჩვენ სხვა მაჟორიტარებთან, მაგალითად საკრებულოში, ესე იგი მერიაც იმდენად ჭიდროდ მუშაობდა ჩვენთან, რომ მეტნაკლებად ყველამ ერთმანეთის რაიონების პრობლემები ვიცით. რა თქმა უნდა, ისანი არის ჩემს გვერდით იყო, ისნის რაიონი ზუსტად ერთი ხიდი ყოფდა, ის საარჩევნო ოლქი, რომელიც მე უნდა წარმოვადგინე და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათი პრობლემებიც ჩემთვის ცნობილია. კარგით, ნინო, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბრძანდებით ქართული ოცნებიდან, მოსახლეობასთან შეხვედრა და კომუნიკაცია თქვენთვის უცხო ნამდვილად არ არის, ამაზე ცოტა მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე მაინტერესებს დღეს ამ მოცემულობით თუ ხართ უკვე ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა აწუხებთ თქვენს პოტენციალ ამორჩეულს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რასაკვირველია, პირველ რიგში ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩემი თავი წარუდგინო საბურთალოს ამომრჩევლებს და მათთან ერთად ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა დავსახო. რასაკვირველია, მე ის რაიონია, ის ოლქია, რომელშიც მე ვცხოვრობ, ძალიან დიდი ხანია, 30 წელია, ამიტომ ბუნებრივია ვიცი ის პრობლემატიკა, რაც შეიძლება ამ ოლქისთვის იყოს დამახასიათებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემთვის რაც არის და მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც ხვალინდელი დღიდანვე დავიწყებ, ეს არის აქტიური შეხვედრა ამ მრჩევლებთან და თითოეულ ადამიანთან, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი მთელი ამ თვენახევრიანი კამპანიის ფარგლებში, რომ გარდა იმისა, მე რა ხედვები მაქვს, რა პრიორიტეტები მაქვს, აუცილებლად მაინტერესებს პირველ რიგში მათგან დანახული პრობლემატიკა, მათგან დანახული ის პროგრესი, რომელიც ამ 4 წლის მანძილზე იქნა მიღწეული და სწორედ აი ეს ერთობლივი თანამშრომლობა იქნება, რომელიც იქნება ჩემი მთავარი პრიორიტეტი მთელი ამ კამპანიის და პრიორიტეტებთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბროთ გაცილებით პროფესიულად, მანამდე მაინტერესებს თქვენ განაცხადეთ, რომ ხართ საბურთალოს მაცხოვრებელი და შესაბამისად იმ პრობლემებს, რაც საბურთალოს მოსახლეობას აწუხებს, მეტნაკლებად, გარკვეულწილად საკმაოდ კარგად იცნობთ. შეგიძლიათ გითხრათ დაახლოებით რა პრობლემები აწუხებთ დღეს საბურთალოს მოსახლეობას? რა თქმა უნდა, პირველ რიგში თუ არ ჩავთვლით, ბუნებრივია ის ზოგადი თემატიკა, რაც შეიძლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხი და ეს არის აი ის რამდენიმე ძირითადი თემა, რომელიც ძალიან ხშირად მათთან ურთიერთობისას და არა მხოლოდ ესე გამოკვეთილა და ეს არის ის რაც ეხლა ყველაზე მეტად არის პრობლემური პრიორიტეტებზე ცოტა მოგვიანებით. ამ რაიონისთვის. კი, აუცილებლად რა თქმა უნდა, ესეც არის გარემოს დაცვასაც უკავშირდება, რომელიც ასევე ძალიან მტკივნეულია
შემტკივნეული არის ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ საკითხებზე მუშაობა. კი ბატონო, მარიამ, გუშინ თქვენი კანდიდატი წარდგენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სამგორის მე-12 ოლქში 20 აგვისტოდან გეგმავთ შეხვედრების გამართვას. მაინტერესებს ასევე თქვენს ბექას და ნინოს მსგავსად, რამდენად ხართ ინფორმირებული თუ რა აწუხებს ადგილობრივ მაცხოვრებლებს და რა აწუხებს თქვენს პოტენციურ ამორჩეულს? დიდი მადლობა მაგა პირველ რიგში შესაძლებლობისთვის რომ წავსდგეთ შედარებით დეტალურად, თუნდაც პირველ ეტაპზე ჩვენი ამორჩეულების წინაშე. ზოგადად, როდესაც კითხვა დაისვა, რატომ სამგორის ოლქი და რატომ კონკრეტულად ეს, ასე ვთქვათ, უბანი ქალაქის, ბუნებრივია ჩემთვის ყველაზე ბუნებრივი ჩემი ცხოვრების სამეზობლოდან და ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე იქნებოდა მთაწმინდის რაიონი, მაგრამ ვარ ძალიან ბედნიერი, როგორც თუნდაც საერთაშორისო გამოცდილების გადმოსახედიდან, რომ რეალურად ქართულ პოლიტიკაში მოხდა არაჩვეულებრივი პრეცედენტი, ძალიან ღირსეული კანდიდატის სასარგებლოდ დათმობა კონკრეტული საარჩევნო ოლქის. ქალბატონ სალომე ზურაბაშვილს უდიდეს წარმატებას უსურვებთ და იმედია, რომ ის ღირსეულად გაიმარჯვებს. შემდგომ, როდესაც იხილებოდა თემატიკა, მე ვფიქრობ, რომ სამგორი არის ის რაიონი, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს არა მხოლოდ კონკრეტული რაიონის, არამედ ზოგადად ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული სოციალური პრობლემების ერთობლიობას. მაგალითად, თუნდაც ის, რომ 1/3 მოსახლეობის არის სოციალური დახმარების და საპენსიო პაკეტის მიმღები. სამწუხაროდ, მხოლოდ სამგორის ოლქში 11 უფასო სასადილო, რაც არ უნდა პოზიტიურად შეიძლება ჟღერდეს ზოგადად სოციალური კუთხით, მე ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა იმ კუთხით, რომ ამ რაიონში ჯერ კიდევ გვაქვს სოციალური, თქვათ, დაუცველობის კუთხით სერიოზული პრობლემა. ავარიული სახლები, კომპაქტურად დასახლებული მოსახლეობა, რომელიც დაკანონებას ითხოვს წლების მანძილზე არსებული შენობების. ეს არის ის კონკრეტული თემატიკა, რომელიც მე ვიცი პირველადი კონსულტაციების დონიდან, მაგრამ 20 აგვისტოდან მაქსიმალურად ყველა ეზოში, მაქსიმალურად ყველა ოჯახთან ვეცდები შეხვედრას, რომ არა მხოლოდ მოვისმინო მათი ყველაზე მთავარი პრობლემა, არამედ უკვე მეორე რაუნდის შეხვედრებში კონკრეტულად წარუდგინო ის რეალისტური გეგმა, როგორ შეიძლება ამ ძალიან რთული პრობლემების მოგვარება. სამგორის რაიონის მაგალითით მე ვფიქრობ, რომ მოხდება იდენტიფიკაცია იმ უმწვავესი თემატიკის და იმ პრიორიტეტების, რომელსაც ჩვენ უკვე საკანონმდებლო ორგანოდან ყველანაირად ერთობლივი ძალისხმევით დავეხმარებთ. გასაგებია, აქვე თქვენგან ქალბატონებო მინდა მოვისმინო, თუ გაქვთ რა თქმა უნდა ამის სურვილი, რომ მითხრათ, ვისგან წამოვიდა შეთავაზება. მარიამ. სიამოვნებით. ინიციატივა მოდიოდა ჩვენი გუნდის ლიდერისგან, ბატონი გიორგისგან. შემდგომ უკვე კონკრეტიკა განვიხილეთ პარტიის მმართველ გუნდთან ერთად, უკვე რაიონული წარმომადგენლობითი კუთხით. ნამდვილად დიდი პატივია, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ეს არის პირველი, აქტიური პოლიტიკური ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ 18 წელია ჯანდაცვის და სოციალური თემატიკით, მუშაობდი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, არასდროს არ მიფიქრე არც ერთი პოლიტიკური პარტიის, შემადგენლობაში შესვლა. მაგრამ დღეს ბევრ მეგობარს და კოლეგას გაუკვირდა კიდევაც ამ ნაბიჯის, შესახებ როდესაც გაიგეს ამ გადაწყვეტილების შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენ 2012 წლის შემთხვევაში გვქონდა. უპრეცედენტო, ნამდვილად ისტორიული შედეგები იქნა დადებული ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. ეს არის ფუნდამენტი, რომელსაც სჭირდება სტაბილურობა, რომ რეალურად იმ თავისუფლების, ფონზე, რომელიც იქნა მიღწეული, რეალურად გაძლიერდეს და სწრაფი ეკონომიკური განვითარებით ჩვენ შევძლოთ უფრო მეტი სიკეთის მოტანა. გასაგებია, ნინა, თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? იცით, ალბათ მე კონსერვატიული პარტიას წარმოვადგენ და კონსერვატიული პარტია ქართული ოცნება ეს ჩვენ თავარი პარტნიორია ბუნებრივია და პარტნიორი პარტია არის და ამ არჩევნებზე მე კონსერვატიული პარტიიდან ქართული ოცნების პარტიული სიით ვიღებ მონაწილეობას და ვიქნები ქართული ოცნების კანდიდატი. რა თქმა უნდა, ინიციატივა წამოვიდა ჩემი პარტიის თავმჯდომარისგან, ზვიად ძიძიგურისგან და საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ბუნებრივია ძალიან დიდი
პასუხისმგებლობით მივიღე ეს შეთავაზება და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ის ფაქტორიც, რომ ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებისთვის განახლებული გუნდი წარადგინა, ეს არის ახალგაზრდა, ძალიან კვალიფიციური, ძალიან წარმატებული ადამიანებისგან შემდგარი ერთობა და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვიყავ მათი. გასაგებია, ბექა, არც ერთი თქვენგანი ფაქტია პოლიტიკაში ახალბედა ნამდვილად არ არის და ზურგს სამივე საკმაო გამოცდილება გიმაგრებთ. მე მაინტერესებს კონკრეტულად თქვენი შეფასება. რა არის, მოკლედ რომ მითხრათ, ქართული ოცნების მთავარი მიღწევა და რა რჩება ამ დრომდე გამოწვევად? უპირველეს ყოვლისა, პირდაპირ ვიტყვი, ქართული ოცნების მთავარი მიღწევა ეს არის უკვე მარიამმა უსაუბრა, ეს არის პირდაპირ რო თქვა და ერთ სიტყვაში რომ მოვაქციოთ, ეს არის თავისუფლება. აი დაბრუნდა თავისუფლება საზოგადოებაში, გამოხატვის თავისუფლებიდან დაწყებული ნებისმიერ თავისუფლებამდე, რაც ეს სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებს უკავშირდება და ეხება. მეორე არის ეს პირველი და ფუნდამენტური ნაბიჯები სოციალური სამართლიანობისკენ გადადგმული, რაც შეეხება მაგალითად ჯანდაცვის პოლიტიკას, რაც შეეხება რიგ რეფორმებს განათლების პოლიტიკაში. ეს არის კიდევ ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უგულოყოფილი იყო მართლაც 25 წელიწად, ეს არის სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა და ის რეფორმები, რაც სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში მიმდინარეობს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცაა, სახელმწიფომ ქართული ოცნების პირობებში გადაიაზრა თავისი როლი, ადრე იყო ეს მინიმალისტური, ეგრეთ წოდებული მინიმალისტური სახელმწიფო, პასუხისგებლობა, რომელსაც მოხსნილი ქონდა აბსოლუტურად ეკონომიკის პოლიტიკაზე და ჩვენ ხედავთ, რომ ეხლა მიდის ეკონომიკის პოლიტიკის სტიმულირება, რაც არის ერთადერთი გამოსავალი, რომ კონკურენტუნარიანობა შევიძინოთ საერთოდ ეკონომიკის თვალსაზრისით მსოფლიო ბაზარზე, ესე რომ ვთქვა. გამოწვევა არის ისევ და ისევ ის, რომ ეს არ მოდის მხოლოდ ქართული ოცნებიდან და პირდაპირ გეტყვით, ეს არ არის ქართული ოცნების ან ხელისუფლების გატარებული პოლიტიკის ბრალი, ეს არის რეგიონალური გარემო, ეს არის გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღესდღეის სუფევს, რომელიც არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას შესაბამისად რადგან გამოწვევებზე საუბრობთ, მოდი ბექა აქვე პრიორიტეტებთან დაკავშირებით გითხარი, რა იქნება გამარჯვების შემთხვევაში ბუნებრივია, რა საკითხები, რა თემები იქნება? გამოწვევა არის ძირითადად, ჩემთვის რა იქნება, მაგას ვიტყვი, მაგრამ გამოწვევა არის ძირითადად რა ისევ და ისევ ჯერჯერობით სიღარიბე და შესაბამისად მეტნაკლებად რთული ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც არ არის მხოლოდ ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არის ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების შედეგი, არამედ ეს არის განპირობებული სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებით, როგორიც არის მაგალითად იგივე სოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ხო? იცით რომ სოფლიო თითქმის არ იზრდება ეკონომიკა, მთელ სოფლიოში თითქმის ვამბობ რა თქმა უნდა, პატარა მაჩვენებლით იზრდება. ეხლა რაც შეეხება ესე იგი ჩემ პრიორიტეტებს, ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ ეს არის ესე კომპეტენცია რაშიც გამოჩნია, რა თქმა უნდა, ეს არის განათლების პოლიტიკა, ეს არის სოციალური პოლიტიკა და ეს არის ეკონომიკა. გასაგებია, ნინო 6 წლის განმავლობაში იყავით, აქვე ესეც უნდა თქვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ასე თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება კონსერვატორების თავმჯდომარე. მაინტერესებს, თქვენ რას მიიჩნევთ, ასევე დაახლოებით წუთნახევარი გვაქვს დარჩენილი. რას მიიჩნევთ ქართული ოცნების მთავარ მიღწევად, მთავარ გამოწვევად და თქვენი პრიორიტეტები რა იქნება გამარჯვების? გავაგრძელებ ბექას ჩამონათვალს ქართული ოცნების მთავარი მიღწევებთან დაკავშირებით აუცილებლად ვიტყვი, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის სწორედ არჩევანის თავისუფლება და არჩევანის თავისუფალ გარემოში განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 2012 წელს სწორედ არჩევნების გზით მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში და შემდეგ 2013-2014 წლის არჩევნები ჩატარდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები საქართველოში, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეებს აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში ჰქონდათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ყოველგვარი ძალდატანების ზეწოლის გარეშე, როგორც გვახსოვს ჩვენ წინა წლებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი იმასთან ერთად, რაზეც ბექა მისაუბრა, არჩევანის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა არის ქართული ოცნების ხელისუფლების. ასევე ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რასაკვირველია იქნება საარჩევნო თემატიკაზე მუშაობა და კიდევ უფრო მეტი დახვეწა საარჩევნო კანონმდებლობის და კიდევ უფრო მეტი სამართლიანი თავისუფალი გარემოზე ორიენტირებული კანონმდებლობის შექმნა. ეს იქნება ის, რაზეც მე ვიმუშავებ მომავალ პარლამენტში და მეორე რასაკვირველია, ეს არის განათლების საკითხი, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ განათლება არის ის, რაც ეხლა ნამდვილად გვჭირდება და რაც არის, რა თქმა უნდა, ბაზისი ქვეყნის განვითარების და ქვეყნის წარმატების. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ერთი სიტყვით გეტყვით ამათაც, მე
მე წარმოვადგენ ქართულ ოცნებას უწყებათა შორის კომისიაში და მე ვიცი რა საჩივრების შემოდის იქ. და თუ შევხედათ აი ამ ყველაფერს დინამიკაში სად ვიყავით და სად ვართ მოსულები, გეტყვით რომ ძალიან შემცირებული არის საჩივრების დარღვევების რაოდენობა საარჩევნო პროცესებში. გაცილებით უფრო თავისუფალი არის გარემო, მედია ხელმისაწვდომი არის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე სულ უფრო ნაკლებს დავობენ ჩვენი ოპონენტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის რა თქმა უნდა განსაკუთრებულად ჯანსაღი საარჩევნო გარემო, რომელიც ყველა პარტიას თავისუფალ პირობებს უქმნის, კომუნიკაცია გქონდეს ამორჩეველთან და თავიანთი პროგრამა მიიტანონ ამორჩეველად. მაგრამ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ხართ სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი, ხომ ამ დრომდე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყავით და სწორედ თქვენი მოადგილეობის დროს დაიწყო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, რომელსაც შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ოპონენტებიც კი საკმაოდ ვერ აკრიტიკებენ. თუ შეგიძლიათ გითხრათ, თქვენ შემთხვევაში რა იქნება პრიორიტეტული? რა საკითხები, რა თემები იქნება პრიორიტეტული? ნაწილობრივ ამაზე უკვე ისაუბრეთ. საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის პროგრამის უპრეცედენტო წარმატების ფონზეც ჩვენ კიდევ გვრჩებოდა პრობლემები, მაგალითად ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმნით სოლიდარობის ფონდი და უკვე 2 წელიწადია უსახსრობის გამო არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაგვყופია სიმსივნის, ასე თქვათ, შემთხვევებში. ყველა თემა, რომელიც იქნება მწვავე, იქნება ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის ადმინისტრაცია, რომელიც არასდროს არ ეძლევა თვითმაყოფილებას, რა თქმა უნდა, რჩება ძალიან სერიოზული პრობლემები, მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, არა მხოლოდ თქვათ ინტეგრაციის კუთხით, არამედ იგივე თქვათ რეაბილიტაციის და ელემენტარულად ფიზიკური გადაადგილებების კუთხით. ეს იქნება ერთ-ერთი მაგალითად თემა, რომელსაც მე სიამოვნებით ვიმუშავებ. აქტიური დაბერება ეს არის თემა, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის საპენსიო ასაკის მოსახლეობის უფრო აქტიური, ასე ვთქვათ, შინაარსობრივი ჩართულობის კუთხით იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი სოციალური, თქვათ, კეთილდღეობისთვის. ასევე საქველმოქმედო კანონმდებლობა მაგალითად, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ ბიზნეს, რომელსაც აქვს ნამდვილად ძალიან დიდი სურვილი, მაგრამ სტიმულის მექანიზმები შედარებით არის, თქვათ, ნაკლემად სისტემატიზირებული, იქნეს დახვეწილი. სიღარიბის თემა და თქვათ, იგივე მე აღვნიშნე ავარიული კორპუსების და კომპაქტური დასახლებების თემა, ეს ყველა ის მწვავე საკითხი, რომელსაც მუშაობა არის ალბათ ყველაზე დიდი, თქვათ, გამოწვევაც და შესაბამისად ყველაზე საინტერესო, თუ კი ჩვენ გვინდა რომ შევცვალოთ რეალურად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოიწურა 2030 შეკითხვებს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები ბექა ნაცვლისშვილი, ნინო გოგუაძე და მარიამ ჯაში პასუხობდნენ. ახლა რეკლამის შემდეგ კი პირდაპირ ეთერში დღის სხვა მნიშვნელოვანი თემებით დაუბრუნდებით, დაგველოდეთ. თურქეთში დაკავებები გრძელდება. ჩხრეკა 44 კერძო კომპანიის ოფისში და 120 ტოპ მენეჯერის დაკავების ორდერი. აფინანსებდნენ თუ არა კომპანიები ფეთულა გიულენის მოძრაობას და რატომ აპირებს თურქეთის ხელისუფლება საჯარო მოხელეებისთვის კანონის გამკაცრებას. გაიცანით, პატარა ქართველი მექანიკოსი, რომელსაც საკუთარი ხელობა და შემოსავალი აქვს. რა ასაკში დაინტერესდა 11 წლის ზურიკო დათუნაშვილი ველოსიპედების აწყობით და როგორ იქცა დამოუკიდებელ მექანიკოსად. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. თურქეთში დაკავებების სერია გრძელდება, გაცემულია კერძო კომპანიების 120 ხელმძღვანელისა და იუსტიციის სამინისტროს 170-ზე მეტი თანამშრომლის დაკავების ორდერები. თურქეთის მთავრობა პირობას დებს, რომ ფეთულა გიულენის მხარდამჭერებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში გამოავლენს. ერთი თვე თურქეთში მომხდარი არ შემდგარი ამბოხიდან ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში. თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა. 16 ივლისს ანკარას ქუჩები ასე გამოიყურებოდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილების დევნა დაიწყო. თურქეთი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამის შესახებ პრემიერმა ილდირიმმა არ შემდგარი ამბოხიდან ერთი თვის თავზე, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დაარსების, მე-15 წლის თავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როდესაც მოღალატე ფეთულა გიულენის მიერ ორგანიზებული 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალება დავამარცხეთ, კიდევ ერთხელ გავხდით თვითმხილველები იმისა, რომ აღარაფერი იქნება ისეთი, როგორიც იყო. თურქეთში დაკავებების სერია დღემდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, თურქეთის პროკურატურამ 44 კერძო კომპანიის 120-მდე ხელმძღვანელის დაკავების ორდერი გასცა.
ანკარა კომპანიებს, რომელთა ოფისებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ფეთულა გიულენის მოძრაობის სპონსორებად მიიჩნევს. ჩხრეკა ტარდება სასამართლოს შენობებშიც. გაცემულია იუსტიციის სამინისტროს 173 თანამშრომლის დაკავების ორდერი. მთავრობამ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც ფეთულა გიულენის ყველა მხარდამჭერს საჯარო სამსახურიდან დაითხოვენ. ახალი რეგულაცია ეხება იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსტიტუტში მუშაობს და მიჩნეულია ფეთულა გიულენის მოძრაობის მხარდამჭერად. ახალი განკარგულება მათ სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. გამოქვეყნდება სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სანაპირო დაცვის, ნაციონალური პოლიციის, თურქეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის სიები. ფეთულა გიულენის მხარდამჭერები, რომლებიც იქნებიან ამ სიებში, სამსახურიდან გათავისუფლდებიან. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სულ 35,000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათგან 17,000 წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 80,000-ზე მეტი ადამიანი კი სამსახურიდან დაითხოვეს. დაიხურა 2,000-ზე მეტი ორგანიზაცია. დღეს 20-30 პატარა მექანიკოს გაგაცნობთ, რომელსაც 11 წლის ასაკში უკვე საკუთარი საქმე და შემოსავალი აქვს. ნახეთ ნინუცა კახნიაურის რეპორტაჟში, რა ასაკში დაინტერესდა ზურიკო დათუნაშვილი ველოსიპედების აწყობით და რა გეგმები აქვს ბიჭს, რომელიც 8 წლიდან აქტიურად შრომობს. თუ კარგი მუშაობა, კვირაში 200-300 ლარი რჩება. ამ თანხით მე სხვადასხვა რაღაცებს ვყიდულობ. ზოგჯერ გასართო მანქანას, ზოგჯერ ნაწილებს, ზოგჯერ საჭმელს ჩემთვის. ჯერ მხოლოდ 11 წლის არის, თუმცა უკვე საკუთარი შემოსავალი და 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ზურიკო დათუნაშვილმა საქმიანობა სათამაშო მანქანების აწყობით დაიწყო. შემდეგ მექანიკოსი მამისგან დაზიანებული ველოსიპედების შეკეთება ისწავლა და ახლა უკვე თბილისში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სახელოსნოში მამასთან ერთად მუშაობს. მე იმას იმიტომ კი არ ვაწყობ, რომ მე ჭირდება და გაყიდვამიდა და ფული. ვაწყობ იმისთვის, რომ ვისწავლო. მომავალში გამომადგება, ვიცი და ვაკეთებ მაგიტომ. როცა კლიენტი მოდის, ამ ადგილას ბევრჯერ ადამიანს უყვირდება პატარა ბავშვი როგორ აკეთებსო, მაგრამ სიმართლე რო ვთქვათ, მე ჩემთვის ეს იოლია. ერთი-ორჯერ გავაკეთებ ხარისხიანად. უხარისხოდ მე ვერ გავაკეთებ. ზურიკო ყოველდღიურად სამსახურში მიდის და დღის განმავლობაში დაუღალავად შრომობს. მე-6 კლასის მოსწავლე ამბობს, რომ საქმიანობა სწავლაში ხელს არ უშლის და სამსახურის გამო სკოლას არასდროსაც ცდენს. როცა სკოლაში დასვენება სულ აქ ვარ, მუშაობ და რაღაცებს ვაკეთებ. და როცა სკოლა შაბათ-კვირას ვარ მარტო აქ. როგორც პატარა მექანიკოსი ამბობს, თანატოლებთან თამაში უყვარს, თუმცა დროამისთვის იშვიათად რჩება. სამსახურიდან შინ დაბრუნებულს ეზოში აღარ ამინხვდება. ძალიან არ უნდა უღალო, არ შეიძლება რომ ძალიან დაუღალო. გამიჭირდება მე ეს ყველაფერი და ვიღლები მარტივად. 11 წლის ბიჭს წინ დიდი გეგმები და თანატოლებისგან განსხვავებული მიზნები აქვს. სურს, რომ ელექტროინჟინერი გახდეს. ამბობს, რომ გეგმის პირველი ნაწილი, ველოსიპედების ხელობის შესწავლა უკვე შესრულებული აქვს. ახლა მისი მიზანი ვერტმფრენის შეკეთებაა. ასევე გეგმაში მანქანის აწყობა აქვს. იცის, რომ წინ დაუღალავი შრომა ელის, თუმცა 11 წლის ზურიკო ამისთვის მზადაა. ასეთი იყო 16 აგვისტოს 2030 ყოველდღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 2030-ის გვერდზე 2030 წერტილი ნიუს. მე მაკაცინცაძე ვარ, ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით.